მოგესალმებით, მე გახლავართ სისხლის სამართლის ადვოკატი თამთა ჯანიაშვილი. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო საქმეზე, რომელიც შეეხება ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლების ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან მიმართებით, რომელიც შესაძლებელია შეფასდეს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი მუხლებით. ვინაიდან მოცემული საქმე ამჟამად გამოძიების ეტაპზეა, ჩვენი მხრიდან თითოეული დანაშაულებრივი ქმედება შეფასებული იქნება როგორც შესაძლო დანაშაული, სავარაუდო დანაშაული. აქედან გამომდინარე, დაცული იქნება ჩვენი მხრიდან თითოეული კანონის მოთხოვნა. აქვე მინდა განვარტო ის გარემოება, რომ ჩვენს მიერ საგამოძიებო ორგანოში წარდგენილ თითოეულ განცხადებას თან ერთვის პირდაპირი და უტყუარი სახის მტკიცებულებები, რომლებიც ნათლად და ობიექტურად დაადასტურებს თითოეული ჩვენი სიტყვის ჭეშმარიტებას. 2006 წელს ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ ბრიტანულ-ქართული აკადემია დააფუძნეს. მალევე მათ დააფუძნეს ასევე თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა. აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, აგრეთვე მთელს რეგიონში. 2019 წელს ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლებს ნათია ჯანაშიას, დავით ცეცხლაძეს, საქართველოს კაპიტალის აღმასრულებელ დირექტორს ირაკლი გილაურს შორის დაიდო ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს კაპიტალი იღებდა ვალდებულებას, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ნულოვანი ღირებულებით გადასცემდა ბრიტანულ-ქართულ აკადემიას. გარდა ამისა, აღნიშნულ მემორანდუმში მითითებული იყო შემდეგი პირობა, რომ ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა საქართველოს კაპიტალი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში და აგრეთვე იღებდა ვალდებულებას, რომ ნულოვანი ღირებულებით თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს შეიტანდა ბრიტანულ-ქართული აკადემიის კაპიტალში. თუმცა მალევე გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პირობების შესრულებას საქართველოს კაპიტალი და მისი წარმომადგენლები რეალურად არ აპირებდნენ. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო თაღლითობასთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, რომ ბრიტანულ-ქართული აკადემიის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შეესრულებინა საქართველოს კაპიტალს, გიორგი კეთილაძე უკვე საუბარს იწყებდა იმასთან დაკავშირებით, რომ ნათია ჯანაშიას უნდა დაეტოვებინა ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორის პოზიცია. აქედან გამომდინარე, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორს ქალბატონ ნათია ჯანაშიას მოუწია, რომ მოეწვია რიგგარეშე კრება. აღნიშნული კრების თარიღი უნდა განსაზღვრულიყო 2025 წლის 12 თებერვალს, თუმცა ნათია ჯანაშიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას არ შეეძლო აღნიშნულ კრებაზე დასწრება. სწორედ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მან გაუგზავნა საქართველოს კაპიტალის წარმომადგენლებს და გარდა ამისა, მან მიუთითა კრების ჩატარების ახალ თარიღზე. აღნიშნული ინფორმაცია დადასტურებული იქნა საქართველოს კაპიტალის წარმომადგენლების მხრიდან თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით. 2025 წლის 12 თებერვალს ნათია ჯანაშიას ინფორმირების გარეშე შედგა კრების ოქმი. აღნიშნული კრების ოქმის საფუძველზე მათ განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით. თავდაპირველად მარეგისტრირებელმა ორგანომ გარკვეული ხარვეზი დაადგინა, თუმცა მოგვიანებით მალევე მოხდა დირექტორის ცვლილება. დირექტორად ნათია ჯანაშიას ნაცვლად განისაზღვრა იოჰან ვან ლილი, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეა. გარდა ამისა, იგი ცნობილია პორნოგრაფიული ნაწარმოების ავტორად. აღნიშნული გარემოება სკოლის რეპუტაციისთვის დამაზიანებელი იყო. აგრეთვე იგი სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ შესაბამის ნორმებს არ აკმაყოფილებდა. მალევე აღნიშნული პოზიცია დაიკავა საქართველოს კაპიტალის წარმომადგენელმა გიორგი კეთილაძემ. მიუხედავად იმისა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში სრული სახით არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით და აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომაც დაადგინა თავდაპირველად გარკვეული სახის ხარვეზი დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს დადგენილი ჰქონდა გარკვეული სახის ხარვეზი დოკუმენტებთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად დირექტორის ცვლილების დროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა წარმოება და მიუთითა, რომ წარმოდგენილი არ იყო კანონით დადგენილი წესით მოწვეული და ჩატარებული კრების ოქმი და ასევე წარდგენილი არ იყო დირექტორის პოზიციაზე დასანიშნი პირის პირადი ინფორმაცია, მათ შორის მისი ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია. თუმცა მიუხედავად ამისა, ძალიან სწრაფად მიღებული იქნა გადაწყვეტილება დირექტორის ნათია ჯანაშიას ცვლილების რეგისტრაციის შესახებ.
ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტის მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენის გარეშე. აღნიშნული გარემოება კი ვადებს ეჭვს, რომ შესაძლებელია მოხდა უკანონო ქმედება საჯარო რეესტრზე, მათ შორის დოკუმენტების სავარაუდო გაყალბება. კიდევ ერთი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა ბრიტანულ-ქართული აკადემიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიმართ. აღნიშნული ქმედება მოხდა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ ქალბატონი ნათია ჯანაშია იკავებდა დირექტორის პოზიციას. აღნიშნულთან დაკავშირებით უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მირიან მელიქიძემ შესაბამის საგამოძიებო ორგანოს მიმართა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კი შეეხება შემდეგ გარემოებებს. 2025 წლის 21 თებერვალს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ დირექტორის პოზიცია ეკავა ქალბატონ ნათია ჯანაშიას, აღნიშნულ ტერიტორიაზე მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მანუჩარ მამსილაშვილი, გიორგი კეთილაძესთან ერთად, რომელიც როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეს, საქართველოს კაპიტალის წარმომადგენელია. ისინი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მოუწოდებდნენ, რომ სკოლის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მიეცათ. თუმცა, რა თქმა უნდა, აღნიშნულის ნებართვას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არ გასცემდნენ. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გიორგი კეთილაძე თანმხლებ პირებთან ერთად ბრიტანულ-ქართული აკადემიის ტერიტორიაზე არასამუშაო დროს უქმე დღეს მივიდა. სწორედ ამ დღეს მოითხოვდა იგი, რომ სკოლის ტერიტორიაზე შესულიყო, ვინაიდან იგი უკვე იყო ბრიტანულ-ქართული აკადემიის ახალი ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა, აგრეთვე აღნიშნული შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს რაიმე ცვლილებასთან დაკავშირებით. სწორედ აქედან გამომდინარე, მათ იმ დღეს არ მისცეს უფლება, რომ სკოლის ტერიტორიაზე შესულიყვნენ საქართველოს კაპიტალის წარმომადგენლები. ყურადღება გასამახვილებელია იმ გარემოებაზე, რომ იმავე დღეს, ღამის 4 საათზე, მირიან მელიქიძის საცხოვრებელ სახლთან და აგრეთვე მისი თანამშრომლების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების სახლთან ერთდროულად მიდის როგორც პოლიციის თანამშრომლები, აგრეთვე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. მათ ადგილზე მისულებმა დაცვის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ ახლა ისინი წარმოადგენდნენ ბრიტანულ-ქართული აკადემიის ახალ ხელმძღვანელებს. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ინფორმირებული არ იყო ბრიტანულ-ქართული აკადემიის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, აღნიშნული ინფორმაციაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ყოველივე აქედან გამომდინარე, მათ არ მისცეს უფლება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესულიყვნენ. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით 2025 წლის 22 თებერვალს გამთენიისას ღამის 4 საათზე სკოლის უსაფრთხოების სამსახურის უფროს მირიან მელიქიძეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები საცხოვრებელ სახლთან დახვდეს და ისინი იძულების წესით პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც იგი შეხვდა ვაკეს საბურთალოს მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს იმჟამინდელ ხელმძღვანელს ბატონ ელიზბარ ბასტავაშვილს. ელიზბარ ბასტავაშვილის მხრიდან სავარაუდოდ მირიან მელიქიძეზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. ამას ემატება ის გარემოება, რომ მირიან მელიქიძეს არ მისცეს ადვოკატის ყოლის და გამოკითხვაზე დასწრების უფლება. გარდა ამისა, განყოფილებაში ყოფნისას, რა თქმა უნდა, მას არ მისცეს ტელეფონის გამოყენების უფლება. აქედან გამომდინარე, მირიან მელიქიძის მიმართ დაირღვა არაერთი უფლება, რომელიც უნდა შეფასდეს შესაბამისი გარემოებებიდან გამომდინარე და უნდა დადგინდეს სიმართლე. მას შემდეგ, რაც მირიან მელიქიძე ელიზბარ ბასტავაშვილს ესაუბრა და მისი მხრიდან სავარაუდოდ გამოკითხვაზე მყოფი პირის მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, მირიან მელიქიძე დაუკავშირდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს და განუმარტა, რომ მათ ჰქონდათ უფლება შესულიყვნენ სკოლის ტერიტორიაზე. სამმართველოში ყოფნის დროს მირიან მელიქიძეს აიძულეს, რომ მას დაერეკა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის, რათა ნებართვა გაეცა სკოლის ტერიტორიაზე შესულიყვნენ გიორგი კეთილაძე მის თანმხლებ პირებთან ერთად. სწორედ ამ დღეს გიორგი კეთილაძე, საქართველოს კაპიტალის წარმომადგენელი, თანმხლებ პირებთან ერთად შევიდა ბრიტანულ-ქართული აკადემიის ტერიტორიაზე უკანონოდ. სწორედ ამ დღიდან დღემდე გრძელდება უკანონოდ აღნიშნული ტერიტორიის დაკავება და სწორედ ამ დღიდან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სკოლის დამფუძნებლებს ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძეს არ აქვთ უფლება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შევიდნენ და გადაადგილდნენ. არათუ მათ, არამედ მათი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირსაც კი არ აძლევენ ამის უფლებას. ერთ-ერთი ასეთი გარემოება დაფიქსირდა მაშინ, როდესაც ბრიტანულ-ქართული აკადემიის შესასვლელთან სალომე ჭურაძე, ნათია ჯანაშიას წარმომადგენელი იმყოფებოდა. მას აღნიშნულ ტერიტორიაზე არათუ შესვლის უფლება მისცეს, არამედ მის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენეს. აღნიშნული კი გამოიხატა ხელის ხელზე მოჭერაში და ფიზიკური ძალის გამოყენებით მას დაატოვებინეს ბრიტანულ-ქართული აკადემიის ტერიტორია. რა თქმა უნდა, სალომე ჭურაძემ აღნიშნულ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადებით მიმართა უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს.
სკოლის დამფუძნებლების ან მათი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის 112-ში დაფიქსირების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ამ დროის განმავლობაში. თუმცა პოლიცია შემთხვევის ადგილზეც კი არ ცხადდებოდა. საქართველოს საპატრულო პოლიციის დირექტორი ამ დროს ვაჟა სირაძე გახლდათ. არსებულ გარემოებებზე დაყრდნობით ჩნდება გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ქმედებების განხორციელების დროს შესაძლებელია გამოკვეთილი იყოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულის ნიშნები, მათ შორის სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება, სამსახურეობრივი გულგრილობა, კორუფციის ან სხვა დანაშაულის ნიშნები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღნიშნულ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ ოფიციალური განცხადებით შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. თითოეულ განცხადებას ჩვენი მხრიდან თან ერთვის შესაბამისი პირდაპირ და უტყუარი სახის მტკიცებულებები, რომლებიც ნათლად დაადასტურებს თითოეული ჩვენი სიტყვის ნამდვილობას და ჭეშმარიტებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ დადგეს სამართლიანობა. კერძოდ, სიმართლე არის მხოლოდ ერთი, ნათია ჯანაშია, დავით ცეცხლაძე რეალურად არიან დაზარალებული. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სამართლიანობის აღდგენა და ყველა იმ პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა, რომელიც შესაძლოა ჩართული იყოს აღნიშნული უკანონო ქმედებების განხორციელებაში.